ეს ყაყაჩოს ველია. მოჭრისას მცენარის ღერო გამოყოფს ჯადოსნურ რძისებრ სითხეს სახელად ლატექსს. ოპიუმის საფუძველს, რომელსაც უკვე 5000 წელია კაცობრიობა სამკურნალო საშუალებად იყენებს. ოპიუმს ტკივილ გამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები აქვს და წესით ამაზე უნდა შევჩერებულიყავით. მაგრამ ეს წამალი გარკვეულ როლს ასრულებს კაცობრიობის უდიდეს გამოწვევებში, როგორიცაა იმპერიალიზმი, კოლონიზაცია, ცივი ომი, გლობალიზაცია. სახელმწიფოების მხრიდან ხელშეწყობა რომ არა, ნარკოტრეფიკინგი არც იარსებებდა. ნარკოტიკების საკუთარ ჩრდილოვან გეოპოლიტიკას უკარნახობს. საიდუმლო ოპერაციები, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, ისინი მსოფლიო დემოკრატიების ორგანიზმებშია გამჯდარი. უოლ-სტრიტიდან კოლუმბიის ჯუნგლებამდე, შანხაიდან ქაბულამდე კარტელები, მაფია, ბანკები, ლაბორატორიები და პოლიტიკური პარტიები, ყველაფერი ნარკოტრეფიკინგის ირგვლივ ტრიალებს. შედეგები დამანგრეველია. სტიგმატიზებული ან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, დანგრეული ოჯახები, დაღუპულებს აღარც კი ვითვლით. ამ დოკუმენტურ სერიალში ნარკოტიკებით ვაჭრობის ჩახლართულ ისტორიას გადავხედავთ. დავიწყებთ ოპიუმით, რომელსაც აქაური ფერმერები ღმერთების საჩუქარს უწოდებენ. არტე ფრანსი და იამიორი RTBF-თან ერთად წარმოგიდგენთ. ნარკოტრეფიკინგის ისტორია. პროდიუსერი კრისტოფ ნიკი. პირველი სერია. იმპერიების ეპოქა. იმპერიების ეპოქა. ბოროტების ყვავილები. 1790-1909 წლები. მე-19 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთი ჩართული იყო გიჟურ რბოლაში ახალი ტერიტორიებისა და რესურსების მოსაპოვებლად. ბამბით, ჩაით, პილპილითა და სხვა საქონლის საშუალებით ბრიტანეთმა მთელი მსოფლიოს ლიბერალიზაცია მოახდინა. ინდოეთში მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული რესურსი ჩაიგდო ხელში. ქალაქ ვარანასის სიახლოვეს განგის ხეობაში უმაღლესი ხარისხის ოპიუმი მოდის. ბრიტანელებმა დაარეგულირეს და გააძლიერეს მისი წარმოება. ბრიტანეთს იმედი ჰქონდა, რომ ეს ოპიუმი მთავარი იარაღი იქნებოდა იმ დროის უდიდეს ძალასთან, ჩინეთის იმპერიესთან ბრძოლაში. ჩინეთმა უარი თქვა თავისუფალ ვაჭრობაზე. ის დიდი რაოდენობით ყიდის ბრიტანეთში პოპულარულ ჩაის და ფაიფურს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ყიდულობს. ჩინეთს ბევრი არაფერი უნდოდა. მას მსოფლიოში უძველესი ავტონომიური ეკონომიკური სისტემა ჰქონდა და ისეთი საქონლის შეთავაზება, რომელიც მსოფლიოს ამ მოწინავე სამომხმარებლო ეკონომიკას სჭირდებოდა, შეუძლებელი იყო. ამ ჩაკეტილ იმპერიაში ელიტა დიდი ხანია ცდილობდა ხელოვნურად მისცემოდა თავდავიწყებას და ჩიბუხებს სხვადასხვა სანელებლით ტენიდა. და ერთ დღესაც ოპიუმი გაჩნდა. მისმა კვალმა სულ მალე მოაჯადოვა ჩინეთის მაღალი საზოგადოება. შეძრწუნებულმა იმპერატორმა ოპიუმი აკრძალა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერების აკრძალვიდან დაიწყო ნარკოტიკების თანამედროვე ისტორია. ბიზნესის გადასახედიდან რა გინდ ცინიკურიც უნდა იყოს. ამ ნივთიერებას ერთი უპირატესობა აქვს. ის ფაქტი, რომ ნარკოტიკები დამოკიდებულებას იწვევს, შემთხვევით მომხმარებელს დამოკიდებულ მომხმარებლად აქცევს. ადამიანები ამ ნივთიერების მახეში ებმებიან. შემდეგი ნაბიჯი სუფთად ლოჯისტიკური იყო. არ შეიძლებოდა ბრიტანეთის სამეფო კარი კონტრაბანდასთან დაეკავშირებინათ. ამიტომ ეს საქმე კერძო მოვაჭრეებს გადააბარეს. მათ შორის ყველაზე გაუმარჯრები უილიამ ჯარდინი და ჯეიმს მატისონი ინდოეთში ოპიუმით სავსეს კივრებით ტვირთავდნენ გემებს და ჩინეთში მიდიოდნენ.
კერძო მოვაჭრეების და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთისგან ბოლომდე არ იყო გამიჯნული. მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ეს იმპერიალიზმის ეპოქა იყო. ვაჭრობა კარგი იყო იმპერიისთვის და იმპერია კარგი იყო ვაჭრებისათვის. ასე რომ ისინი ერთმანეთს მხარში ედგნენ. ბრიტანეთის სამეფო კარის სახელით ორმა შოტლანდიელმა ჯენტლმენმა, ჯარდინმა და მატისონმა, საერთაშორისო ნარკოტრაფიკი შექმნეს. კანტონის ყურეში მათ პორტის ორი მაღალჩინოსანი მოგთამეს და თავიანთი ოპიუმი ჩინეთის იმპერატორის მოსისხლემდრებს, ტრიადებს მიჰყიდეს. ამ ძლევამოსილ საიდუმლო საზოგადოებებს ერთადერთი მიზანი ჰქონდათ მმართველი დინასტიის ტახტიდან ჩამოგდება. ოპიუმმა იმპერიის მტრებს ძალების მოსაკრებად საჭირო ფული და იარაღი მოუტანა. ამ სუბვერსიულ ძალებს მოკავშირეები სჭირდებოდათ. და მათ ერთად შემოახიეს სამოსი სახელმწიფოს. არმიის ოფიცრები, გუბერნატორები, უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები, ნარკოდამოკიდებული და შესაბამისად ხელისუფლების მოღალატეები გახდნენ. ოპიუმის მომხმარებლებს ხანტიენს, ჩინეთის მოღალატეებს ეძახდნენ. 1829 წელს იმპერატორის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მან ათასობით კონტრაბანდისტი დააპატიმრა და ბრიტანული ოპიუმის 20,000 კივრი გაანადგურა. ჯარდინმა და მატისონმა ეს საბაბად გამოიყენეს. ლონდონში დაბრუნებულებმა მათ უმაღლესი ხელისუფლები დაარწმუნეს, რომ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრებისკენ გზის გაკვალვას მხოლოდ ომის საშუალებით შეძლებდნენ. და მოგებას დახარბებულმა ბრიტანეთმა ოპიუმის ომები გააჩაღა. რადგან ბრიტანეთს დიდი უპირატესობა ჰქონდა ზღვაზეც და შეიარაღებაშიც, ომი რა თქმა უნდა ჩინეთის სასტიკი დამარცხებით და სრულიად უსამართლო საზღვაო ხელშეკრულებით დამთავრდა. ბევრი ჩინელი ისტორიკოსი თანამედროვე ეპოქას ოპიუმის ომების დაწყებით ათარიღებს. ჩინეთი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში დამოუკიდებელი იმპერია იყო, უეცრად თავად გახდა იმპერიალიზმის მსხვერპლი. დამარცხებული იმპერატორი იძულებული გახდა ოპიუმის ლეგალიზაცია გამოეცხადებინა და ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობისთვის გაეხსნა. მან ჰონგ-კონგი ბრიტანელებს გადასცა, კუნძული ოპიუმით ვაჭრობის ცენტრად იქცა. 15 წლის განმავლობაში ნარკოტიკით ვაჭრობა აქ 3,000-დან თითქმის 6,000 ტონამდე გაიზარდა. ოპიუმით ასეთი გაძლიერებული ვაჭრობის დასაფინანსებლად ბანკიც კი შეიქმნა, ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია. ეს შუშის კოშკები იმ ეპოქის მემკვიდრეობაა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ამჟამად მსოფლიოში მე-7 უდიდეს ბანკს და ჯარდინ მატესონის ჯგუფს, პირველ ბიზნესს, რომელიც ზღაპრულად გამდიდრდა ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით. სიმბოლიზმი იმაში მდგომარეობდა, რომ კოლონიური ძალა პრაქტიკულად ყელში უტენიდა ოპიუმს ჩინელ ხალხს და ადამიანებს ამ დამანგრეველი ნარკოდამოკიდებულებისკენ უბიძგებდა, რასაც ხშირად ოჯახების დანგრევა და გაღატაკება მოჰყვებოდა. ოპიუმის ომებს მთელ ჩინეთში აჯანყებების სერია მოჰყვა, რაც მილიონობით ადამიანის სიკვდილით დასრულდა. იმპერია აგონიაში იყო. სრული ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ჩინეთმა თვითონ დაიწყო ყაყაჩოს მოყვანა. ქვეყნის საზღვრები გაიხსნა. მილიონობით ჩინელი მსოფლიოს უდიდეს პორტებში, ლონდონში, ამსტერდამში, სან-ფრანცისკოში მიმოიფანტა. თან მათ ოპიუმის მოწევის გამოცდილებაც ჩამოიტანეს. ასე რომ თუ თავდაპირველი ცოდვა ის იყო, რომ დასავლეთმა თუ დასავლურმა იმპერიალიზმმა ჩინეთში ოპიუმი დანერგა, ჩინელებმა შეიძლება ითქვას შური იძიეს. ჩინელი მიგრანტთა მუზარმაზარმა დიასპორამ ოპიუმის კვამლი მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს ციებ-ცხელების დროს ჩინელი მუშები ადვილად სამართავ ძალად ითვლებოდა.
ოპიუმი დიდი ქალაქების ჩინურ დასახლებებში გავრცელდა. სულ მალე წვრილმანი ბოროტმოქმედებიც გაეხვევნენ მის კვამლში. მთელ დასავლეთში ოპიუმისადმი ლტოლვამ მარგინალურ წრეებს მიაღწია. ის ფრანგი პოეტების ფანტაზიებსა და შემოქმედებას კვებავდა. ევროპაში ოპიუმი ქვეყნებს მიზნის მიღწევაში ეხმარებოდა. ნარკოტიკი არაერთი ქვეყნის კოლონიალურ ოცნებებს აქცევდა ცხადად. დიდი ბრიტანეთის მარადილ მეტოქეს, საფრანგეთს, ინდოჩინეთის მოდერნისტულ კოლონიად თავისი ძალის ამ რეკლავს სარკეთ ქცევა უნდოდა. მან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის, გზების, ხიდებისა და რკინიგზების მშენებლობა დაიწყო. კოლონიზაციამ საფრანგეთის ბიუჯეტი სრულიად გაანადგურა. ხალხს ხშირად შეცდომით ჰგონია, რომ კოლონიზაციას დიდი ფული მოჰქონდა. კოლონიების შენახვა ძალიან ძვირიჭდებოდა. ამიტომ მთავრობები მუდმივად ბიუჯეტის დაბალანსების გზებს ეძებდნენ. 1882 წელს საფრანგეთმა ინდოეთსა და ჩინეთში მშრალი ოპიუმის ყიდვა და საიგონის ცენტრში თანამედროვე ქარხანაში მისი გადამუშავება დაიწყო. ოპიუმი მოსაწევად გამზადებულ პროდუქტად გადაიქცა და ათასობით მაღაზიაში იყიდებოდა. ონიშნით, რაც რეჟიდელ ოპიუმს ნიშნავს. საფრანგეთი მკაცრად იცავდა მონოპოლიას და კონტრაბანდისტებს სასტიკად სჯიდა. ინდოჩინეთში კოლონიის ხაზინა ოპიუმზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა. ინდოჩინეთის ბიუჯეტის შემოსავლის 1/3 რეჟიმისგან მოდიოდა. ეს მაღალშემოსავლიანი მოდელი სხვა კოლონიალისტებმაც გადაიღეს და ბრიტანეთმა, ესპანეთმა და ჰოლანდიამ მალე თავიანთი რეჟიმები ჩამოაყალიბეს. ოპიუმის ინდუსტრია მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე მძვინვარებდა აზიაში და მილიონობით ადამიანს წამლავდა. ამ ყველაფერს ოპოზიციაც გამოუჩნდა. მე-19 საუკუნეში ოპიუმით ვაჭრობის მოწინააღმდეგეთა მნიშვნელოვან ჯგუფს, რა თქმა უნდა, მისიონერები წარმოადგენდნენ. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობას თავიანთი მისიის, ამ მიწების გაქრისტიანების ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევდნენ. ამიტომ შემოსავლით დაინტერესებულ ვაჭრებს, ხელისუფლებებს, იმპერიალისტურ მმართველებსა და ადამიანების სულებით დაინტერესებულ მისიონერებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ამ დაძაბულობამ მწვერვალს მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩინეთში მიაღწია. იმპერიამ ინდოეთი უკან მოიტოვა და ოპიუმის უდიდესი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში. ტვირთი ქვეყნის შუაგულიდან მდინარე იანძის გავლით შანხაიში მიდიოდა. რამდენიმე წელიწადში საპორტო ქალაქმა ჰონგ-კონგს პირველობა ჩამოართვა. შანხაი ოპიუმის ახალი დედაქალაქი გახდა. ევროპული ძალები ქალაქებში ეგრეთ წოდებულ კონცესიებს აყალიბებდნენ, სადაც ოპიუმით ვაჭრობდნენ. შანხაიში სხვადასხვა ხარისხის ოპიუმი იყიდებოდა. მდიდარი ახალგაზრდებისთვის უცხოური, გაუმჯობესებული, ნაკლებად შეძლებულთათვის კი ჩინური. 1906 წელს 13 მილიონი ჩინელი იყო ოპიუმზე დამოკიდებული. ეს ნამდვილი სასაკლაო გახლდათ. იმპერიაში მკაცრი აკრძალვები შემოიღეს. ევროპელები, რომლებიც ნარკოტიკზე კი არა მის გაყიდვაზე იყვნენ დამოკიდებული, აკრძალვებს უარ ყოფდნენ და ბიზნესს ძველებურად აგრძელებდნენ. ამიტომ ჩინეთი ახალი ძალისკენ შემობრუნდა. ამერიკელები მიხვდნენ, რა სარგებელს ნახავდნენ ოპიუმის აკრძალვით. მით უმეტეს, თუ ოპიუმი კოლონიალური ძალების მიერ იყო წარმოებული. ამერიკელებს ბრიტანელებისგან და ფრანგებისგან განსხვავებით კოლონიები არ ჰქონდათ. ისინი ხვდებოდნენ, რომ აკრძალვების შემოღებით შეეძლოთ შეერწყვინათ კოლონიალური სახელმწიფოები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა შეერთებული შტატები დასავლეთში ყველაზე დიდი ძალა ხდებოდა, მის მეტოქეებად იქცნენ. 1909 წელს შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა შანხაიში ოპიუმის პირველი საერთაშორისო კრება მოიწვიეს. ევროპულმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს წარმოების შეწყვეტაზე, მაგრამ პარიზი, ლონდონი და ამსტერდამი მალე დაეჭვდნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, როცა მიხვდნენ, რამდენად გავრცელდა ოპიუმზე დამოკიდებულება დასავლეთში.
მე-19 საუკუნეში ევროპამ მრავალი ინდუსტრიული რევოლუცია გამოიარა. მილიონობით გლეხმა დატოვა სოფლები და სამრეწველო ქალაქების ცენტრებში დასახლდა. ცხოვრების და მუშაობის არაჯანსაღი პირობების გამო პატარა ჭრილობაც კი ინფიცირდებოდა. განგრენის რიცხვა იმატა და ეპიდემიები, ტიფი, ტუბერკულოზი, ქოლერა გავრცელდა. ექიმებმა არ იცოდნენ რა ეღონათ. მერე მოულოდნელად ტკივილი შეწყდა. მეცნიერებმა ყაყაჩოს ნაყოფისგან ჯადოსნური ნივთიერების მიღება მოახერხეს და მას ღმერთის მორფეუსის სახელი მორფინი უწოდეს. მორფინი. მორფინის შექმნა ტვინის რევოლუცია იყო. მან საკუთარ სხეულთან ჩვენი ურთიერთობა შეცვალა. ტკივილი არჩევანი გახდა. ადამიანის სხეული აღარ იყო იძულებული მისთვის გაეძლო. მე-19 საუკუნის შუა ხანებში გერმანელმა ჰაინრიხ ემანუელ მერკმა პირველმა დაიწყო მორფინის დიდი მასშტაბით კომერციული წარმოება. რამდენიმე ათწლეულში მისი ლაბორატორია გერმანიაში პირველ ფარმაცევტულ იმპერიად იქცა. ახლა ის სიდიდით მეხუთე ფარმაცევტული ჯგუფია მსოფლიოში. 1861 წლიდან ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ჯარისკაცებს მორფინის 10 მილიონი დოზა მოხმარდათ. თანამედროვე ეპოქის პირველი მასობრივი სისხლის ზღვრის დროს საველე ქირურგიული ოპერაციების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. მორფინის წყალობით ექიმებს ტკივილის შემსუბუქება, ოპერაციის გაკეთება და საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ საბრძოლო ველზე კიდურების ამპუტაციაც კი შეეძლოთ. ამ პროცესს სამედიცინო ნემსის შექმნაც დაერთო. ვენაში შეყვანით მორფინის მოქმედება ძლიერდებოდა. პაციენტები აღარ წვალობდნენ, მაგრამ ისინი დამოკიდებული ხდებოდნენ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ანტიდოტის ძებნა დაიწყეს და ახალგაზრდა ექიმის ზიგმუნდ ფროიდის მხარდაჭერით ოპიუმზე დამოკიდებულების მოსახსნელი ნივთიერება კოკაინი მიიღეს. კოკაინი თანამედროვე ეპოქის სიმბოლო გახდა. ის რაღაც ახალი, თითქმის მაგიური იყო. ევროპელი მეცნიერების საჩუქარი. აფთიაქში ფარმაცევტს პატარა ქილა ჰქონდა, რომელსაც კოკაინი ეწერა და მას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ყიდდა. კოკაინი ძალიან პრესტიჟული გახდა. და ის სხვადასხვა ფორმით, ელექსირის, საცხის, სპრეის და სიგარეტის სახით იყიდებოდა. გაზეთები რეკლამებით იყო სავსე. მთავარი მომხმარებელი მდიდარი ქალბატონი გახლდათ. ის არ მუშაობდა და მოწყენილობა აწუხებდა. კოკაინი კი მას ცხოვრების ეიფორიული მომენტებით ტკბობას პირდებოდა. მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ნარკოტიკი გაიაფთა და ხალხი მიხვდა, რომ კოკაინის სისხლში შეყვანა მისი ცხვირით შესუნთქვა შეიძლებოდა. მისი მორფინთან არევა და მერე სისხლში შეყვანა კი ძალიან ძლიერ ეიფორიას იწვევდა. $1898 წელს ფარმაცევტულმა ლაბორატორია ბაიერმა ოპიუმის ახალი პროდუქტი მიიღო, რომელსაც დამოკიდებულება არ უნდა გამოეწვია. ძაღლებზე ჩატარებული პირველადი ტესტები არც ისე დამაჯერებელი იყო. ძლიერი თაუბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული ნერწყვდენა. ამის მიუხედავად ბაიერმა ახალი პროდუქტი მაინც გამოუშვა და ტრიუმფალური სახელი ჰეროინი უწოდა. ის ასთმის და ტკივილის საწინააღმდეგოდ იყო რეკომენდებული. მორფინის, ჰეროინის, კოკაინის ისტორიას თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ ისინი სამყაროს ბოროტ, იატაკქვეშა ნარკოტიკად კი არა, წამლად მოევლინენ. როგორც ჭურჭლიდან ამოშვებული ჯინი. მორფინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო წამალი არ არსებობდა. უარესი ის არის, რომ ყველა ახალი პროდუქტი მასზე დამოკიდებულ ახალ ჯგუფს ქმნიდა. მე-19 საუკუნეში დასავლური სახელმწიფოების ინდუსტრიალიზაციამ ცხოვრების პირობები, ჰიგიენა და განათლება მთლიანად ამოატრიალა. ახალმა სამუშაო ორგანიზაციებმა ყურადღება
ინდივიდებზე ზრუნვაზე გადაიტანეს. გაჩნდა იდეა, რომ სამხედრო და სოციალური სისტემების განვითარების მიზნით ქვეყანა ვალდებული იყო მოსახლეობის გაძლიერებაზე ეზრუნა. სწორედ ქვეყანას უნდა გაეკონტროლებინა, გამოიყენებდა თუ არა ადამიანი საკუთარ სხეულს. ნარკოტიკების თავისუფალი ბაზრის არსებობა სოციალური პრობლემა. ნამდვილი ბოროტება იყო, რომელსაც გაკონტროლება სჭირდებოდა. ნარკოტიკების კონტროლი და აკრძალვები იმავე პროგრესული საერთაშორისო მოძრაობის დამსახურება იყო, რომელმაც სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური რეფორმები და პროფკავშირების შექმნის უფლება მოგვიტანა. როგორც იქნა, აკრძალვები დაწესდა. შეერთებულმა შტატებმა 1909 წელს ოპიუმის აკრძალვით დაიწყო. სან-ფრანცისკოში გადაღებულ ამ კადრებზე ოპიუმის ასობით ჩიბუხის დაწვაა ნაჩვენები. 1914 წელს ჰარისონის აქტით შეერთებულმა შტატებმა ოპიატის და კოკაინის წარმოებაზე რეგულაციები და გადასახადები დააწესა. და რადგან ოპერაციებისთვის აუცილებელი იყო კოკაინი, მორფინი და ჰეროინი მხოლოდ რეცეპტით გაიცემოდა. ათასობით ნარკოდამოკიდებულმა, რომელიც დღიურ დოზას აფთიაქებში ყიდულობდა, აღარ იცოდა საშინელი მოთხოვნილება რით დაეკმაყოფილებინა. როცა მთავრობა ამბობს მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამ საქონლის გაყიდვას ბრძალავო, ამას ბუნებრივია შავი ბაზრის ჩამოყალიბება მოჰყვება. შავი ბაზრის, რომელიც კანონს არღვევს. და ვინ არის მზად დაარღვიოს კანონი? რა თქმა უნდა, კრიმინალები. მოთხოვნილების შესაბამისად კრიმინალურმა იატაკქვეშა სამყარომ ჰეროინის მიღება ისწავლა. მექსიკაში, სინალოას რეგიონში ფერმერებს ამერიკული ფარმაცევტული ინდუსტრიის მოსამარაგებლად ყაყაჩო მოჰყავდათ. 1920 წლების დასაწყისში მათ ახალი კლიენტები გაუჩნდათ. მექსიკური ნარკოტრაფიკის პირველი დიდი ფიგურა იგნასია ხასო იყო, იგივე ლანაჩა. ის სინალოაში ნედლ ოპიუმს ყიდულობდა და დაქირავებული ქიმიკოსების დახმარებით საშუალო ხარისხის ყავისფერ ჰეროინად გარდაქმნიდა. ლანაჩამ ფარული ლაბორატორიები შექმნა სიუდად ხუარესში, ამერიკის საზღვართან ახლოს. სიუდად ხუარესი შტატების პირველი ქალაქიდან, ელ-პასოდან მხოლოდ სახელმწიფო საზღვრითაა გამოყოფილი. ამიტომ ლეგალური და არალეგალური ვაჭრები სწორედ აქ კვეთენ საზღვარს. ყველაფერი აქ გადის: იარაღი, ფული, ნარკოტიკი და უამრავი სხვა რამ. რისი წარმოდგენაც შეიძლება ყველაფერი სიუდად ხუარესში კვეთს საზღვარს. შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლის განმავლობაში მშრალი კანონი იყო. მოწყურებული ამერიკელები რიო გრანდეს კვეთდნენ სიუდად ხუარესში დაბალი ხარისხის ვისკის დასალებად და აზარტული თამაშების სათამაშოდ. სასმელისა და კონტრაბანდის აყვავების პირობებში ლანაჩას მარტივად გადაჰქონდა ჰეროინის საზღვარზე. მისი საოჯახო ბიზნესი 3 თაობის განმავლობაში პირველი მექსიკური ნარკოკარტელის გაჩენამდე იდგა ნარკოტიკებით ვაჭრობის სათავეში. მალე ნარკოტიკი ევროპაშიც არალეგალური გახდა და ახალი შავი ბაზარიც შეიქმნა. საზღვაო ტრანსპორტმა თავისი სულ უფრო მძლავრი გემებით საზღვრები ერთმანეთს დაუახლოვა. დიდი კომერციული პორტები სტრატეგიულ კონტრაბანდულ წერტილებად იქცა. მათ შორის იყო მარსელი, სადაც ბეთს კორსიკელი კრიმინალური ფიგურები ცდიდნენ. თავიდან კორსიკელები ეგრეთ წოდებული მეზღვაური მოვაჭრეები იყვნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფრანგული კოლონიალური იმპერიის ნაწილს წარმოადგენდნენ. 1870-იან წლებში, სუეცის არხის გახსნის შემდეგ, მარსელი საფრანგეთის შორეული აღმოსავლური კოლონიების მთავარი პორტი და ყველა სავაჭრო გემის დანიშნულების ადგილი გახდა. კორსიკელებმა სხვადასხვა ინტენსივობით სხვადასხვა საქონლის გავრცელება დაიწყეს. თავიდან ქალებს ყიდნენ, შემდეგ ოქროს, სიგარეტს, ბოლოს კი ჰეროინსა და სხვა ნარკოტიკს.
1920-იანი წლების შუა ხანებში კორსიკული მაფიის სათავეში თეთრი მონების სუტენიორად ქცეული ყოფილი მეზღვაური და ვაჭარი პოლ კარბონი მოვიდა. კარბონი ოპიუმს თურქეთში ყიდულობდა, სადაც ის ფარმაცევტული ლაბორატორიების მოსამარაგებლად მოჰყავდათ. მარსელში კორსიკული მაფიის ქიმიკოსები მას ჰეროინად გარდაქმნიდნენ. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიჰქონდათ, სადაც ნარკოტიკის აკრძალვა ყველაზე მკაცრი იყო. ნარკოტიკის გავრცელების მექანიზმი ნელ-ნელა ძლიერდებოდა. ერთსა და იმავე გზებს იყენებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი სულ უფრო იხვეწებოდა. ნარკოტიკით მოპოვებული ფულით პოლმა მარსელის მერი და ქალაქის პოლიცია მოისყიდა. და პორტებში მის მიერ დაქირავებული ხალხი დაასაქმა. ფრანგული კავშირების ხარჯზე მაფიის ნათლიან ნარკოტიკებით ვაჭრობა კიდევ უფრო გააფართოვა. ნარკოტრეფიკის საწყის ეტაპზე ძალაუფლების მქონე პირებთან შეთანხმება კრიმინალური სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი იყო. იქნებოდა ეს ქალაქის, მაგალითად მარსელის, თუ ქვეყნის დონეზე, ქვეყნისა, სადაც ყველაფერი დაიწყო, კერძოდ ჩინეთის. 1920-იანი წლების დასაწყისში იმპერიად დაემხო და არმიები ჩინეთის სხვადასხვა რეგიონისთვის იბრძოდნენ. არ არსებობდა ცენტრალური ხელისუფლება და ორგანიზებულ დანაშაულსაც ვერავინ ებრძოდა. შანხაიში ოპიუმით ვაჭრობა ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა. იატაკქვეშეთს ტრიადები განაგებდნენ. ტრიადები ყიდდნენ ოპიუმს, ფლობდნენ უკანონო კაზინოებს და ჰყავდათ მოკავშირეები პოლიციაში. ძლევამოსილი მწვანე ბანდიდან ერთი კაცი გამოირჩეოდა. დუ იუშენგი. დუ იუშენგმა შანხაის ფრანგულ კონცესიაში წამოიწყო ბიზნესი. იქაურ ოპიუმის ბუნაგებში ჰყავდათ ჯაშუშები, რომლებმაც მისი კონკურენტები გაანადგურეს. დუ იუშენგის გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ უნდოდა უბრალო განგსტერად დარჩენა. მას პოლიტიკოსობა სურდა. 1921 წელს ფრანგულ კონცესიაში ჩინური კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა. შეშინებულმა ფრანგმა მმართველებმა დუ იუშენგს მიმართეს. ფრანგებს უცხოელებისა და კონცესიების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის ეშინოდათ. ჩინური ნაციონალიზმი ძლიერდებოდა და სიტუაცია იძაბებოდა. ამიტომ ფრანგმა კონსულმა შეთანხმება დადო, რომელსაც ძალიან მალე ეშმაკთან დადებული გარიგება დაერქვა. კონსულმა დუ იუშენგს კონცესიაში წესრიგის დამყარება სთხოვა. სანაცვლოდ კი მას კონცესიაში არსებული ოპიუმის ყველა ბუნაგის დაუფლების ნება დართო. ფრანგულ კონცესიას თავს არავინ დასხმია. ყველაფერი მშვიდად იყო. როგორც კი თავი კომფორტულად იგრძნო, დუ იუშენგმა დახმარება ამბიციურ ჩინელ გენერალს ჩანგაიშის შესთავაზა. ჩინური ნაციონალური ძალების გომინდანის არმიის მეთაური ჩანგაიში ქვეყნის გაერთიანებისთვის იბრძოდა. ამისთვის შანხაის უნდა დაუფლებოდა. 1927 წელს დუ იუშენგმა თავის ხალხს ქალაქის მართვის სადავეების მფლობელი ასობით კომუნისტის დახოცვა და ჩანგაიშის არმიის შანხაიში შემოშვება უბრძანა. გენერალმა გომინდანი ქვეყნის ხელისუფლებაში მოიყვანა, მაგრამ ჩინეთზე კონტროლის შესანარჩუნებლად მას ფული სჭირდებოდა. ამიტომ გომინდანმა ოპიუმი ლეგალური გახადა. დუ იუშენგის ტრიადა მწვანე ბანდა მთავრობის მთავარი მომმარაგებელი გახდა. მისი რამდენიმე წევრი პარლამენტშიც კი იკავებდა ადგილს. ჩინეთი მსოფლიოში პირველი ნარკოქვეყანა გახდა. დუ იუშენგმა ბიზნესი სხვა საფეხურზე აიყვანა. ქიმიკოსები დაიქირავა და შანხაის ცენტრალური ბაზრის შუაგულში ჰეროინის ქარხანა ააშენა. დუ იუშენგის მთავარი ძალა ის იყო, რომ ის ჩინეთის იატაკქვეშეთში საკმაოდ დაფასებული ფიგურა გახდა. რამდენიმე ბანკის პრეზიდენტი იყო. როგორც კრიმინალური ბანდის ლიდერი, რომელმაც ლეგალურ სამყაროში ინტეგრირება წარმატებით შეძლო, ყველასათვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
ის ლეგალური და კრიმინალური სამყაროების დამაკავშირებელ მაგალითად იქცა. ორგანიზებული კრიმინალის იდეალური ნიმუში. ჩინეთში, მექსიკასა და საფრანგეთში წარმოებული ჰეროინი შეერთებულ შტატებში იყრიდა თავს. მაგრამ 20-იანი წლების ბოლოს ამერიკის მთავარი პრობლემა ალკოჰოლი იყო. განგსტერები მშრალი კანონის ხარჯზე მდიდრდებოდნენ. გამომძალველობის და პროსტიტუციის დახმარებით შექმნილი ებრაული, იტალიური და ირლანდიური მაფიების წევრები კმაყოფილებით ისრესდნენ ხელებს. მაფიის წევრები შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინდუსტრიას დაეპატრონნენ. ეს იყო თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის დასაწყისი, რაც ქუჩის ავაზაკებს ძლევამოსილ კრიმინალურ ფიგურებად აქცევდა. კონტრაბანდით მიღებული მილიონების მონოპოლიზაციისთვის იტალიური მაფიის წევრები სისტემატურად აშინებდნენ და ხოცავდნენ ხალხს, სანამ ყველა მეტოქე არ მოიშორეს. მშრალმა კანონმა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ძალა შექმნა და კორუფციის ფართოდ გავრცელება გამოიწვია. სანამ დაეცემოდა, ალ კაპონეს მოსამართლეები, პოლიციის ოფიცრები და პოლიტიკოსები გამოჭერილი ჰყავდა. 1930 წლისთვის აშკარა გახდა, რომ ეს ყველაფერი ინგრეოდა. ვიკერშემის სამთავრობო კომიტეტმა მშრალი კანონის განხილვისას გადაწყვიტა, რომ ის კორუფციის წყაროდ იქცა. ამიტომ 1933 წელს მშრალი კანონი გაუქმდა. მოულოდნელად მაფიამ ძალიან მაღალ შემოსავლიანი ბიზნესი დაკარგა. შემოსავლის მთავარი წყაროს გარეშე დარჩენილი იტალიური მაფია ლაკი ლუჩიანოს გარშემო შემოიკრიბა და ნიუ-იორკის ებრაული მაფიის მეთაურთან, მეიერ ლენსკისთან გაერთიანდა. მათ ერთად დაიწყეს ჰეროინის ბაზრის კონტროლი. შემოსავლის გასაზრდელად ნარკოტიკს მუდმივად ცვლიდნენ. მათი გადაკეთებული პროდუქტი ინფექციას და დოზის გადამეტებით სიკვდილს იწვევდა. მშრალი კანონის დასრულებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ყველანაირი სიამოვნებისა და არაფხიზელი მდგომარეობის წინააღმდეგ მებრძოლ, ჰურიტანულ, კონსერვატიულ, თეთრკანიან ამერიკელებშიც კი. მშრალი კანონის შემდგომ პერიოდში ბრძოლას ნარკოტიკების ფედერალური ბიუროს ახალი მმართველი, შეიარაღებული თავდასხმების მომხრე და შესანიშნავი ტაქტიკოსი ჰარი ანსლინგერი ხელმძღვანელობდა. ეს კაცი ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ლეგენდაა. მან დიდი როლი ითამაშა ნარკოტიკების მასშტაბური გავრცელების გამოკვლევისთვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმებისა და ტექნიკის შექმნაში, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ის თავის თავს მხოლოდ ნარკოტიკის სამგზალავად არ ხედავდა. ის პირველ რიგში მორალისტი იყო. მისი აზრით, საზოგადოებას ბოროტიზე მოქმედებისგან და კრიმინალებისგან თავის დაღწევა სჭირდებოდა. მისთვის ეს მორალური კამპანია იყო. 1930-იანი წლების ამერიკაში ხალხის გულს ჰოლივუდი იპყრობდა. ენსლინგერი რეჟისორებს არწმუნებდა ფილმებში ნარკოტიკებისადმი შიში გადმოეცათ. მისი რისხვა შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ლეგალურ მარიხუანაზე იყო კონცენტრირებული. ეკრანზე თეთრი ქალები, ეშმაკისგან შეცდენილები, ბოლოს მაინც ნებდნენ. გარუჯული, ულვაშიანი მაცდურის როლში კი მექსიკელი იყო. ნელ-ნელა ჰარი ენსლინგერის მორალისტური კამპანია რასისტულ პროპაგანდაში გადაიზარდა. სხვა ჩრდილოამერიკელი ულტრაკონსერვატორების მსგავსად, ჰარი ენსლინგერი მექსიკელებს განსხვავებულ რასად მიიჩნევდა. უფრო ქვემდგომ რასად. მან ეთნიკურობა და ნარკოტიკი ერთმანეთს დაუკავშირა. ოპიუმი ჩინური იყო. მარიხუანა მექსიკელი ამერიკელების. ამიტომ მას არ უჭირდა ნარკოტიკი უმცირესობების სტიგმატიზებისა და მათზე თავდასხმის გასამართლებლად გამოეყენებინა. 1937 წელს შეერთებულ შტატებში მარიხუანა აიკრძალა.
ჰარი ენსლინგერმა იცოდა, რომ ეს ახალი აკრძალვა ორგანიზებულ დანაშაულს ხელს შეუწყობდა და მასთან საბრძოლველად ემზადებოდა. ჰარი ენსლინგერს მართლა სჯეროდა სიფხიზლის მნიშვნელობის. ნარკოტიკის უამრავი შესაძლო წყარო არსებობდა. მათ სხვადასხვა ქვეყანა აწარმოებდა. შეიძლებოდა მათთვის ახალი გზები გახსნილიყო. ყალიბდებოდა ახალი კრიმინალური ორგანიზაციები. ამიტომ ის მუდმივად ფხიზლად იყო და ღელავდა. თითქოს ჰიდრას თავებიან ურჩხულს ებრძოდა. ჰარი ენსლინგერის თაოსნობით ნარკოტიკის ფედერალურმა ბიურომ საერთაშორისო ოპერაცია ჩაატარა და 1932 წელს, როგორც იქნა, ვაჭრებისა და მათი გზების აღმოჩენა მოხერხდა, რომელიც სტამბოლიდან ნიუ-იორკისკენ, ბერლინსა და შანხაიზე გადიოდა. მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში ოკეანეები და ზღვები ბრძოლის ველად გადაიქცა. ნარკოტიკების გავრცელება დროებით შეწყდა და ნარკოტიკიც გამოილია. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ნარკოტიკების გავრცელების პირველი დიდი საერთაშორისო ქსელი პირდაპირ ომის შუაგულში წარმოიქმნა. 1943 წელს, როცა შეერთებული შტატების არმია სიცილიაში ჩავიდა, მისი პრიორიტეტი იქავრობის ფაშისტებისგან სამუდამოდ გათავისუფლება იყო და ვაშინგტონმა ხალხის ძებნა დაიწყო კუნძულის დროებით სამართავად. როგორ უნდა ეპოვათ ამერიკელებს ფაშისტური წარსულის არ მქონე ხალხი სიცილიაში, სადაც ელიტის წარმომადგენლები, ეკლესია და ადმინისტრაციული ორგანოს წევრები ფაშისტები იყვნენ. ორი შესაძლო ვარიანტი არსებობდა: კომუნისტები და მაფია. ამერიკელებმა იცოდნენ, რომ ომის შემდეგ მათი პირველი მტრები კომუნისტები გახდებოდნენ. ამიტომ არჩევანი მაფიაზე შეაჩერეს, რომელიც რთულ პერიოდში მათ კუნძულის მართვაში დაეხმარებოდა. ამერიკელების დახმარებით, მაფიოზები ქალაქის მუნიციპალიტეტში შევიდნენ და კუნძულის სხვადასხვა ნაწილის მართვა დაიწყეს. 1945 წელს ამერიკამ იტალიაში ჰეროინის გავრცელებაში ჩართული 100-ზე მეტი მაფიოზი გაგზავნა. მათ შორის იყო კოზა ნოსტრას მეთაური ლაკი ლუჩიანო. სიცილიურმა მაფიამ და მათმა ამერიკელმა მეგობრებმა კუნძული ნარკოტიკების გავრცელების ბუდედ გადააქციეს. გათავისუფლების შემდგომი პერიოდის ხელისუფლებისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ევროპაში ნარკოდამოკიდებულების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი იყო. იტალიაში კი საერთოდ არ არსებობდა. იტალიაში არ იყო ნარკობაზარი. არც განგაში საფუძველი არსებობდა. ამიტომ იტალიური პოლიცია ლაკი ლუჩიანოს ხელს არ უშლიდა. ამერიკაში ისევ დაიწყო ჰეროინის შეტანა, მაგრამ სიცილიაში კვალიფიციური ქიმიკოსების სიმცირის გამო ჰეროინი დაბალი ხარისხის იყო. 1950 წელს მარსელში ლაკი ლუჩიანო კრიზისული მაფიის ახალ ბოსებს, ანტუან და ბარტელემი გერინიებს შეხვდა. ძმებს ჰყავდათ ქიმიკოსები, რომლებსაც ოპიუმის დახვეწა და უმაღლესი ხარისხის ჰეროინის, ჰეროინ 4-ის მიღება შეეძლოთ. ეს იყო პრაქტიკულად სუფთა ჰეროინი, რომლის უამრავ ნაწილად დაფასოება და სარფიანად გაყიდვა შეიძლებოდა. კორსიკელები სერიოზული ძალა იყო. ისინი ამას 1930-იანი წლებიდან აკეთებდნენ. ეს ნოუ-ჰაუ იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა მარსელში და არა მხოლოდ მარსელში დიდი ფარული ლაბორატორიები. კორსიკაზე და ფრანგულ რივიერაზე ტონობით ნარკოტიკი იმუშავდებოდა. გერინიებისა და ლაკი ლუჩიანოს შეხვედრამ ფრანგული კავშირები წარმოქმნა და თურქული, ლიბანური, კორსიკული და სიცილიური გავრცელების ქსელი შექმნა. შეერთებულ შტატებში დისტრიბუციას კოზა ნოსტრა აკონტროლებდა, მაგრამ ძალიან მალე ძალაუფლება გადამუშავების და ტრანსპორტირების სათავეში მდგომმა კორსიკელებმა ჩაიგდეს ხელში.
შეერთებული შტატების ნარკოტიკების ბიურომ მალევე შეიტყო მათი პირველი შეტევების შესახებ. თავდაპირველად დაჭერილი კონტრაბანდისტები კორსიკელები აღმოჩნდნენ. ამიტომ ამერიკელები მიხვდნენ, რომ ქსელი მარსელიდან მარსელის კორსიკელებთან მიდიოდა. ამერიკელი მაფიის ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს, ლაკი ლუჩიანოს კორსიკელების ეშინოდა. იცოდა, რომ ისინი ფრანგულ საიდუმლო სამსახურებთან კავშირის გამო ძალიან ძლიერები იყვნენ. მარსელის ძალაუფლების მოშორების შემდეგ კორსიკულ მაფიას ფრანგულ სახელმწიფოსთან გაუჩნდა ძლიერი კავშირები. 1951 წელს ინდოჩინეთის ომის დროს ფრანგული საიდუმლო სამსახურები ვიეტმინზე კონტრშეტევას გეგმავდნენ, მაგრამ ამისთვის საკმარისი ფინანსები არ ჰქონდათ. პარიზს ომში ფულის გაგზავნა არ უნდოდა. ფრანგული ოპიუმის რეჟიმს კი, რომელიც ადრე კოლონიას აფინანსებდა, საერთაშორისო წნეხის გამო ბაზრის დახურვა მოუწია. ფრანგულმა საიდუმლო სამსახურმა ოპერაცია X-ი შეიმუშავა. ისინი ლაოსის მთებში არსებულ ჰმონგის ტომს დაუკავშირდნენ და იქაური ყაყაჩოს მთელი მოსავალი შეისყიდეს. შემდეგ საიგონის სამხედრო ბაზაზე გადაიტანეს. იქ ოპიუმს ჩინურ-ვიეტნამური ბანდები და კორსიკული მაფია ყიდულობდა. ჰეროინად გარდაქმნიდა და ამერიკაში გზავნიდა. ნარკოტიკით მიღებული ფული ფრანგებს ინდოჩინური ტომებიდან ჩამოყვანილ 40,000 კაციან მეამბოხეთა არმიის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა. ეს თანამედროვე დასავლური დაზვერვის აპარატის მიერ ნარკოტიკის ბაზრის მართვის უცნაურად ნათელი მაგალითია. ეს უჩვეულო იყო. შეთქმულებისა და კორუფციის ბევრი შემთხვევა ჰქონია. მაგრამ არასდროს ყოფილა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების დაზვერვის აპარატს ნარკოტიკების ბაზარი ემართა. ოპერაცია X-მა შედეგი ვერ გამოიღო. 1955 წელს ფრანგებმა ინდოჩინეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყეს. რეგიონის გეოპოლიტიკა შეიცვალა. კოლონიალურმა ძალებმა უკან დაიხიეს. ოპიუმის რეჟიმები დაიხურა. 1959 წლიდან კომუნისტურმა ჩინეთმა ყაყაჩოს მოყვანა შეწყვიტა. ეს აზიის ნარკოპოლიტიკისთვის სიკვდილის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ცივი ომი ახალი დაწყებული იყო და საიდუმლო სამსახურებისა და დიდი ძალების მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაციებისთვის და გადატრიალებებისთვის ყველაფერი მზად გახლდათ. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ბერლინის კედლის დაცემამდე ცივი ომი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების უდიდესი პრიორიტეტი იყო. კონფლიქტი რომ წარმოქმნილი იყო, არ გამიკვირდებოდა. არც ის, რომ ცივი ომი ნარკოტიკების გავრცელების კონტროლისთვის ბრძოლაში გადაზრდილიყო. საზღვრებს მიღმა საზოგადოების მართვას განსაკუთრებული უნარი სჭირდება. ფულის გადარიცხვა, ხალხის მობილიზება, ოპერაციების წარმოება, იარაღის შეძენა, მისი დედამიწის გარშემო ტრანსპორტირება და ხალხისთვის გადაცემა. ეს ყველაფერი ხალხის მხოლოდ ორ კატეგორიას შეუძლია: სახელმწიფო დაზვერვის თანამშრომლებს და კრიმინალებს. და რა სჭირდებათ კრიმინალებს? ყველაზე მეტად მათ დაცვა სჭირდებათ. სჭირდებათ იმათი მფარველობა, ვისაც მათი გამოძიებისგან და დევნისგან დაცვა და დაჭერის შემთხვევაში მათი მშრალად გამოყვანა შეუძლია. ასე რომ მათ მხოლოდ ერთნაირი უნარები კი არა, ერთნაირი მოთხოვნილებებიც აქვთ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხშირად უწევთ თანამშრომლობა. როცა შეერთებული შტატები ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის დამხობას ცდილობდა, აზიური ნარკოტიკების გავრცელება ისევ განახლდა. ვაშინგტონმა გომინდანის არმიის ლიდერს მაოს გამოუცხადა მხარდაჭერა. საზღვრის გადაღმა ბირმაში 6,000 ჩინელი ნაციონალისტი დასახლდა. CIA მათ სურსად იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას უგზავნიდა. გომინდანის არმია რამდენჯერმე შეიჭრა ჩინეთში, მაგრამ ისინი ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელ არმიასთან მარცხდებოდნენ. CIA-ის დახმარება ნელ-ნელა კლებულობდა და გომინდანის არმიამ ფულის მოძიება დაიწყო.
არსებობს გომინდანის ერთ-ერთი გენერლის ცნობილი ფრაზა. არმია თუ გჭირდება, იარაღიც გჭირდება. იარაღი თუ გჭირდება, ფული გჭირდება. ამ თებში კი ფული მხოლოდ ოპიუმია. და სწორედ ამ გზას მიმართეს. ფერმერებისგან ოპიუმი იყიდეს და ტაილანდის საზღვართან მიიტანეს. იქ საერთაშორისო ვაჭრებს მიხიდეს და ვაჭრობის გაფართოებაც მოინდომეს. გომინდანის მეომრები ნარკოტიკიდან მიღებული ფულით გამდიდრდნენ. ჩინეთმა ბირმას შეუდია. 1961 წელს გომინდანის არმიას უკან დახევა მოუხდა. მეომრების ნაწილმა ბაზა ჩრდილოეთ ტაილანდში გადაიტანა, სადაც მონარქმა ისინი სიბრალულის გამო მიიღო. მაღალი სოფლებიდან გომინდანის მეომრები კომუნისტური ჯგუფების თავდასხმების დაბლოკვას და რაც მთავარია ოპიუმის საზღვარზე გადატანის კონტროლირებას ახერხებდნენ. ყველამ იცოდა, რომ გომინდანი ჩრდილოეთ ტაილანდში ოპიუმის ბაზარს მართავდა. ჰეროინს აწარმოებდა და რეგიონში და სხვა ქვეყნებში ყიდდა. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვა იყო. ამერიკელები და ტაილანდის მთავრობა თვლიდა, რომ რეგიონის მთავარი საფრთხე კომუნისტები იყვნენ. გომინდანის მეომრები ოპიუმის ბიზნესით თავის შენახვას თუ ახერხებდნენ, მაშინ ამაში პრობლემას ვერ ამიხედავდა. ასე დიდხანს გრძელდებოდა. მეზობლად მდებარე ბირმიდან და ლაოსიდან შემოსული ოპიუმი ჩრდილოეთ ტაილანდში მუშავდებოდა. საერთო საზღვრების გარშემო არსებულ ზონას ოქროს სამკუთხედი დაერქვა. ჰეროინის მასალა ბანგკოკის პორტში მიდიოდა და ჰონკონგისკენ მიმავალ გემებზე იტვირთებოდა. ოპიუმის ომებიდან ერთი საუკუნის შემდეგ, ჯერ კიდევ ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ჰონკონგში ნარკოდამოკიდებულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო მსოფლიოში. ჩინელი კომუნისტებისგან გამოქცეული ტრიადები ჰონკონგში იშვიათი ხარისხის ჰეროინს იღებდნენ. ნარკოტიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროსკენ მიედინებოდა. ჰეროინის საერთაშორისო გავრცელება ასეთი მასშტაბური არასდროს ყოფილა. ამერიკას კი, რომელიც ნარკოტიკს ცივი ომის დროს იარაღად იყენებდა, ახლა საფასურის გადახდა უწევდა. ეს საფასური ქვეყნის ახალგაზრდობა იყო. 1960-იან წლებში, როცა ვიეტნამის ომი დაიწყო, ამერიკელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი აჯანყდა პატრიარქალური, რასისტული საზოგადოების წინააღმდეგ, რომელთანაც მათი აზრით საერთო არაფერი ჰქონდა. ბაზარზე ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა: LSD, მესკალინი, პეიოტი. ეს ჰალუცინოგენების ოქროს ხანა იყო. ყველაფერი ექსპერიმენტული იყო. სხეული და სული თავისუფლებისკენ ილტვოდა. მოსაწევის მოკიდება ერთგვარი განაცხადი იყო, რომ ალტერნატიული კულტურის მიმდევარი ან ვიეტნამის ომის წინააღმდეგი იყავი. ნარკოტიკი მხოლოდ თავდავიწყების საშუალება კი არა, საკმაოდ ძლიერი სიმბოლოც იყო. განსაკუთრებული გამოცდილების ძიებაში აჯანყებული ახალგაზრდობის ნაწილი ჰეროინს მიადგა. რამდენიმე თვეში პარკები, სადაც მეოცნებეები ყვავილების ძალაზე ერთხმად მღეროდნენ, ბანდების და ნარკომოვაჭრეების თავშეყრის ადგილებად იქცა. დოზის გადამეტების შემთხვევები გაიზარდა. ყვავილები ახლა მხოლოდ საფლავებზე თუ შეგხვდებოდათ. მერე ახალი ტრაგედია მოხდა. 1969 წელს 9 მილიონზე მეტი ამერიკელი ვიეტნამის ჯუნგლებში გაგზავნეს საბრძოლველად. იქიდან დაბრუნებული ჯარისკაცების მესამედი ჰეროინზე იყო დამოკიდებული. საკითხავი იყო, საიდან მოდიოდა ეს ნარკოტიკი. სწორედ ამიტომ დავიწყე კვლევა, რომელმაც იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან და CIA-ის ყოფილი თანამშრომლების ინტერვიუებიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიამდე მიმიყვანა. ალფრედ მაკკოი ლაოსში ჩაფრინდა და მთებისკენ გაემართა, სადაც ჰმონგის ტომებს ადგილობრივი ოპიუმის ბუნაგების მოსამარაგებლად ყაყაჩო მოჰყავდათ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტუდენტი პირველი იყო, ვინც ნარკოპოლიტიკის ბნელი საიდუმლოებები გამოააშკარავა. კომუნისტების გასაყრელად CIA-იმ შორეულ სოფლებში 30,000 კაციანი საიდუმლო არმია ჩააყენა და კარგად გათვლილი გეგმა შეიმუშავა.
ჩარტერულ თვითმფრინავებს ხალხი გადაჰყავდა და პროდუქტი გადაჰქონდა. ამისთვის 200 სადესანტო ზოლი გაიწმინდა. მონგისტომის წევრებმა CIA-ის თვითმფრინავები თავიანთი ოპიუმის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს. CIA ამას ვერ გაიგებდა? ვერ გაიგო? ეს შეუძლებელია. თუ 26 წლის ბოლო კურსის სტუდენტმა არანაირი ქონების და ძალაუფლების მფლობელმა ეს საუბრიდან შეიტყო, დარწმუნებული ვარ, ეს მათაც შეეძლოთ. სწორი კითხვების დასმით რომ შეეწუხებინათ თავი. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ. მაგრამ ეს მათი პრიორიტეტი არ იყო. ისინი იყვნენ ამ ბიზნესში გარეული. ისინი მართავდნენ ნარკოტიკის გავრცელებას. მაგრამ მგონია. ალფრედ მაკკოი გამოძიებას აგრძელებდა და მან ოპიუმის გავრცელების სავარაუდო ხელმძღვანელთან, ლაოსის არმიის მთავარ სარდალთან, გენერალ უანთან შეხვედრა განიზრახა. ვიენტიანში ქუჩის კუთხეში ტაქსი გავაჩერე და მძღოლს ვკითხე. იცით საცხოვრობს გენერალი უანი? მან მიპასუხა, რა თქმა უნდა. იქ მიმიყვანა, გადმოვედი და კარზე დავაკაკუნე. შიგნით შევედი. თავი წარუდგინე და მასთან სასაუბროდ დავჯექი. მან ოპიუმით ვაჭრობის დავთარი გადმოიღო და ანგარიშები მაჩვენა, რომ ყველაფერს პატიოსნად მართავს. ოპიუმს ამ ადგილებში ყიდულობდა და სამხრეთ ვიეტნამში გადაჰქონდა, ფული კი ბანკში შედიოდა. ხომ ხედავ, ყველაფერი წესის მიხედვით არისო. სანამ უანი ადგილობრივ ბაზარს ოპიუმით ამარაგებდა, CIA მის ქმედებებს ფარავდა. მაგრამ შემდეგი ნაბიჯი აშკარა იყო. გენერალ მაიორმა ოპიუმის ჰეროინად გარდაქმნისთვის ჰონკონგელ ქიმიკოსებს მიმართა და ხაფანგიც დაიგო. ჰეროინი შეერთებული შტატების არმიის ბაზებზე იგზავნებოდა. მებაჟეები, პოლიციელები და სამხრეთ ვიეტნამელი პოლიტიკოსები ნარკოტრაფიკისგან სარგებელს იღებდნენ და მათ დასახმარებლად ჩასულ ჯარისკაცებს წამლავდნენ. ცივი ომის პერიოდში ჰეროინი შეერთებული შტატების არმიას დამხობას უქადდა, როცა ის ამერიკის მიწებზე ახალგაზრდობას ღუპავდა. 1971 წლის 17 ივნისს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ამერიკული ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. ამერიკის საზოგადოების ნომერ პირველი მტერი ნარკოტიკის ბოროტად გამოყენებაა. ამ მტერთან საბრძოლველად და მის დასამარცხებლად მასზე იერიშის მიტანაა საჭირო.